კვირის ბოლომდე რიკოთის უღელტეხილზე გზა ორ მხრივად გაიხსნება. ინტენსიური სამუშაოები დამესწრებით გზაზე 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის ადგილი კიდევ ერთხელ მოინახულა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ენერგეტიკის მინისტრთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად. ადგილზე კვლავ მობილიზებულია სპეცტექნიკა და მეგზებები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაო. მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო მალე ხდება ადგილების ლოკალიზება და პირველად მდგომარეობაში მიყვანა, ვიდრე ჩვენ გვეგონა, მოგცა გრუნტმა ამის საშუალება და ვარაუდობთ, რომ უკვე 4 დღეში აბსოლუტურად 100% დაგვადგენთ მოძრაობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ვიღებთ 2 კვირას, მაგრამ ვარაუდობთ, რომ 1 კვირაში მთლიანად დავასრულებთ სამუშაოებს. წვიმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ისევ მოსაოდნელია. სინოპტიკოსების განცხადებით უამინდობა 30 ივნისამდე გაგრძელდება. არამდგრადი ამინდის შენარჩუნება აღმოსავლეთ საქართველოშიც, დასავლეთისგან განსხვავებით აქ ქარიცაა მოსაოდნელი. წვიმას თბილისში ცელოდებიან. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 24-ში უკვე დღის ბოლოს გამოიდარებს. 25-26 უნალექო ამინდია დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი. შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ დღეს და ხვალ ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით ამოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.